ამალი რომლის დიდი დოზაც კლავს ნარკოლოგების საგანგაშო სტატისტიკაზე და სრულად ახალ ტალღაზე საუბრობენ. კლინიკებში პაციენტების რიგი არ წყდება. მედიკოსები ამბობენ, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დაწესებული მკაცრი კონტროლის შემდეგ ქვეყანაში ახალი წამლის ბუმი დაიწყო. ერთ-ერთმა საძილეს საშუალებამ, რომელიც აფთიაქებში შეუზღუდავად იყიდება ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ნარკომომხმარებლებისთვის სხვა კუსტარული ნივთიერებები ჩაანაცვლა. შედეგები უმძიმესია, სპეციალისტები მომხმარებლებს კატეგორიულად აფრთხილებენ. მოზარდებში გავრცელებული კიდევ ერთი საშიში პრეპარატი სპეციალისტები ბოლო პერიოდში გავრცელებულ პრეპარატ ანდანტესთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ. სპეციალისტების განცხადებით იგი საძილეს საშუალებათა რიცხვს განეკუთვნება და სააფთიაქო ქსელში ექიმის დანიშნულების გარეშე იყიდება. მისი გადაჭარბებული დოზით მიღება კი შესაძლოა ფატალური შედეგის მომტანი გახდეს. პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღება იწვევს თავის ტკივილს, სისუსტეს, თავბრუსხვევას, ძილიანობას, ჰალუცინაციას, ამნეზიას, ფსიქოლოგიურ აშლილობას. მეორე ნაბიჯზე ეს პრეპარატი იყიდება და საკმაოდ რთულია, როცა ადამიანი დამოკიდებულია რამეს. ესე თავისუფლად ხელმისაწვდომი იყოს ის რაზეც დამოკიდებულია იგი. ეს საკმაოდ დიდ სირთულეებს ქმნის აი მკურნალობის ფორსაციის. ძალიან ბევრი პაციენტი გვინახია 14, 15, 16, 17 წლის, რომლებიც ამ პრეპარატს ხმარობენ დიდი რაოდენობით. პრეპარატის მომხმარებელთა ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი 13-დან 18 წლამდე განისაზღვრება. ნარკოლოგების განცხადებით ამ ასაკში ნარკოდამოკიდებულება გაცილებით სწრაფად ვითარდება, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. მეტი ეიფორიული ეფექტისთვის ანდანტეს და მსგავს ფსიქოტროპულ წამლებს ხშირად ალკოჰოლურ სასმელთან ერთად იღებენ, რაც ორგანიზმზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. თქვენახევარია, რაც მე ამის მოხმარება დავიწყე. პირველად მეგობრებთან ერთად ვიყავი, როდესაც მათ შემომთავაზეს ეს პრეპარატი. თავიდან მეგონა რომ მხოლოდ კარგ განწყობას შემიქმნიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდებოდი, რომ ძალიან დამოკიდებული ხვდებოდი მასზე. თითქმის ყველა მეგობარი დავკარგე ამის გამო და ოჯახის წევრებთან სერიოზული პრობლემები მექმნება. ახალგაზრდებისთვის მათი თანატოლების არაჯანსაღი დამოკიდებულება, ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკოტიკის მიმართ უკვე ცნობილია. არ მომწონს რომ ფსიქოტროპულ აბებს და რაღაცებს ხლაპავენ. ზოგი ჭმის და ცხვის სიუშვებს, რა ვიცი, არა, ეგ კარგი საქციელი და ყველა იკლავენ მომავალს. ვიცი რომ მოიხმარენ, მაგრამ ძალიან ცუდი რაღაცაა და იმედია რომ მალე მოგვარდება ეგ საკითხი რა. ტრადიციული ქვეყანა გვაქვს და არსებობს ღვინო, რითიც შეიძლება თქვა ქართულმა კაცმა დახარჯოს ამაში დრო და ეს დანარჩენი დამატებით ეს ფსიქოტროპული პრეპარატები არის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება თავმოყარი ადამიანმა საერთოდ გაიხედოს ამ ყველაფერს. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 1 იანვრიდან სააფთიაქო ქსელებში ანდანტეს, იგივე ზალოპენის და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაცია ოფიციალურად აიკრძალება. ექიმების აზრით რეცეპტის გარეშე პრეპარატის გაცემის აკრძალვა არსებითი შედეგის მისაღებად არასაკმარისია და პრობლემის მასშტაბების შესამცირებლად საჭიროა დამატებითი რეგულაციების დაწესება. არასრულწლოვანებს არ უნდა მიეყიდოთ ის პრეპარატები, რომლის მიყიდვაც მასის არ შეიძლება. ესე საჭირო არის, რომ აუცილებლად მოხდეს მათი შესყიდვა პირადობის მოწმების წარდგენის შემდეგ. უნდა შეიქმნას მარაგების რეგულირების სისტემა. საჭირო არის, რომ მარტო ჯანმრთელობის სამინისტროს არ დააწვეს ხრებზე ეს თვირთი, იმიტომ რომ ის მარტო ვერ მოერევა და უნდა შეიქმნას შესაბამისი თქვა ორგანო და შესაბამისი სისტემა. აი ეს არის გამოსავალი ჩემის აზრით იმისთვის, რომ შევამციროთ აფთიაქებიდან ნარკომანების ხელში ნარკოტიკების და ფსიქოტროპული საშუალებების მოხვედრა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მკაცრი კონტროლის მიუხედავად მოქმედი კანონით გათვალისწინებული სანქციები საკმაოდ მცირეა იმ მოგებასთან შედარებით, რაც აფთიაქებს მსგავსი პრეპარატების რეალიზაციით აქვთ. ხშირ შემთხვევაში მათ უღირთ კანონის დარღვევა და წამლების ურეცეპტო გაყიდვა.